პოლონური ჰოლდინგის ტინეს კაპიტალ ჯგუფის პირველი ინვესტიცია საქართველოში. ჯგუფის მიერ 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის ტერიტორიაზე არსებული ბეტონის საწარმოს განვითარებაში. ინვესტორის თქმით, ისინი რამდენიმე წელია სწავლობენ საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას და ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებით არიან დაინტერესებულნი. ტინეს ჯგუფი ბეტონის წარმოების გარდა სამომავლოდ ფილებისა და სხვა სამშენებლო მასალების წარმოებასაც გეგმავს. საწარმოში ამ ეტაპზე 45 ადგილობრივი დასაქმდა. მეორე ეტაპზე გეგმავენ მცირე ქარხნის მრავალპროფილიანი ქარხნის ჩადგმას. პირველი ეტაპი იყო ესა და დღეს ჩვენ მოწმეები ხდებით, რომ სოფელ კოკში ახალი ქარხანა გაიხსნა. ბეტონის წარმოებაში განხორციელებული ინვესტიცია არის კომპანიის აქტივობების პირველი ნაბიჯი ქართულ ბაზარზე. მაღალი ხარისხის ბეტონის ფილების წარმოება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას გავხდეთ კონკურენტუნარიანი და უმთავრესი მოთამაშე ქართულ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს ამბიცია ჩავერთოთ იმ მნიშვნელოვანი და მაღალი მოთხოვნის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც საქართველოში ხორციელდება.